3,600,000 მგზავრი და 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელი ეკონომიკის სამინისტრო მგზავრთა გადაყვანის ასევე სიხშირეების, ტვირთბრუნვის და საჰაერო სივრცის გამოყენების სტატისტიკას აქვეყნებს. ამავე მონაცემებით რეკორდული ზრდა ფიქსირდება საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. მარიამ ბუღაძე ამბობს. საქართველოს მორიგი წარმატება და ახალი რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც უკვე ციფრებით დასტურდება. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ 2025 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს აეროპორტებში 4 მილიონამდე მგზავრს უმასპინძლეს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია. მგზავრთა ნაკადის ზრდა დაფიქსირდა სამივე აეროპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა ასე გამოიყურება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 900,000-მდე, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 400,000-ზე მეტ მგზავრს. ყველა ეს მონაცემი დადებითად აისახება ტურიზმის დინამიკაზე და არის შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკის, იმ საავიაციო პოლიტიკის და იმ ძალისხმევის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უკვე წლების განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო მეტად დაკავშირებული ქვეყანა. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა შესრულებული ავიარეისების მიმართულებითაც. იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში 17,000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. გატარებული საავიაციო პოლიტიკის შედეგად საქართველოს აეროპორტებში მიმდინარე წელს რამდენიმე ახალი ავიაკომპანიაც შემოვიდა. სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ისტორიული ზრდა. ქვეყნის სწორი საავიაციო პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივახციეთ, რომ საქართველოში 5 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოგვეყვანა. მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. 2025 წლის პირველ ნახევარში მიღწეული შედეგი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ითაა გაზრდილი. დადებითი დინამიკა შეინიშნება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მიმართულებითაც. 2024 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების მიერ 16,550 ტონამდე ტვირთი გადაიზიდა, რაც 50%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემების გათვალისწინებით სექტორში მოლოდინი დადებითი და პოზიტიურია. საქართველოში მოგზაურობას ირჩევენ როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. ჯგუფები უფრო მეტი და მეტი შემოდის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, უკეთესია. ბევრი ტურისტი მოდის, ჩვენც დატვირთული ვართ და შესაბამისად სხვა სექტორიც, რომელიც ემსახურება ამ მგზავრებს. ციფრებში ასახული მონაცემებით დასტურდება, რომ ტურიზმი საქართველოში ისევ წამყვანი სექტორია. საქართველოს ხელისუფლება კი სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს, რათა ქვეყნის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს და ქვეყანა მეტად დაუკავშირდეს მსოფლიო ქალაქებს.